ეს ის გარეშე არგენტინა ეხლა რაც ნახეთ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან უფრო სრულიად სხვა გუნდი იყო და ჩემი აზრით უფრო საინტერესო გუნდი იყო. აი მაგ ჩემს საყვარელი გუნდი რას იზავს ამ ზაფხულის სატრანსფერო. ანჯერზე მაგაზე მეტად მაინტერესებს რას იზავს ლივერპული. თუ გავარდა და ისე მოხდება რომ დატოვებს სენტეტიანი ლიგაერტს, იმედია ზურიკო უკეთეს გუნდში გააგრძელებს კარიერას. მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და თავაზობთ ჩვენს მე-10 ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. მანამ სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ იგი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ასევე შეგიძლიათ გამოვყვეთ Facebook-სა და TikTok-ზე. ლინკებს აღწერაში დაგიტოვებთ, შესაბამისად შეგიძლიათ რომ მარტივად მოგვაქვს. ერთკვირიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა რეზი და მაისურზე ალბათ ეთყობა რა თემაზე აპირებს საუბარს. ირაკლიც ჩვენთან ერთად არის. ბიჭებო, მოგესალმებით, როგორ ახართ? გადასარევად. ძალიან კარგი. გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე სანაკრებო მატჩიც ვქონდა. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენთვის თავარი ინტერესის სფერო იყო საქართველოს ეროვნული ნაკრები, უმეტესი ყურადღება და პრინციპში სტუმართან ერთად დარწმუნებული ვარ ამ ვიდეოს უყურეთ და უთმეთ სწორედ საქართველოს სომხეთის დაპირისპირებას. დღეს კი იქნა გამომდინარე რომ არ გსურს სუპერ მატჩები გამოვტოვოთ ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მინდა რომ გთხოვოთ და განსაკუთრებით რეზის გთხოვო, შეეხოს სამხრეთ ამერიკულ მართლა სუპერ დაპირისპირებას, აფიშას, მატჩი როგორი გამოვიდა ამას რეზი გვეტყვის, ბრაზილია არგენტინას. გამომდინარე იქიდან რომ სასაათო სარტყელი ქართველებს დიდად არ გვწყალობს, ეგეთ თამაშებს რომ ლაივში ვუყუროთ, თან სამუშაო დღე იყო, თუმცა არიან ადამიანები, ვინც არგენტინის არც ერთ თამაშს არ აცდენენ, ხო? რეზი ერთ-ერთი მათგანია აუცილებლად და მოკლედ საწყის ეტაპზე მინდა რომ ამ მატჩის ანალიზი გავაკეთოთ, მანამ სანამ საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას დაგვიბრუნდა საკლუბო ფეხბურთი. შეგვიძლია პრინციპში დავიწყოთ. მოდი, ჯერ გამარჯვებას ვიტყვი. მართალია ბევრი კითხულობდით კომენტარებში რომ რეზი სად არისო, მაგრამ ორი გადაცემის წინ რეზიმ გააკეთა ესეთი განცხადება, რომ მეო სანაკრებო ფეხბურთი არ მიყვარს და ამიტომ თქვენი ლაპარაკეთო და ეხლა არგენტინაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, იმდენი ხანი ვერ მორჩება, რომ მაინც მოგესალმებით, რომ იცოდეთ, რომ მეც აქ ვარ. მიდი რეზი. წამოჩვენ რაღაც. წამოც. ხო, სანაკრებო ფეხბურთი ისეთი ჩემთვის ფავორიტი საყურებელი სფერო არის, თუ აი ესეთი თამაშები არ ხდება. ანუ რატო იყოს საინტერესო ეს თამაში? ჩემთვის იყო ორი რაღაც საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება. არგენტინა თამაშობდა რეალურად 5 ნახევარმცველი. ანუ 4 იყო ნომინალური ნახევარმცველი, პარადეს, სტეპოლი, ენცო და მაკალისტერი. პლუს ვინგერი არ ყავდათ. ვინგერის მაგრამ დიდი გალმა და რომელიც კიდევ ერთი ნახევარმცველი იყო. და ეს 5 ნახევარმცველი რეალურად ეთამაშებოდა ორ ნახევარმცველს, ამ ორი ნახევარმცველიდან ერთი არის ჟოელინტონი, რომელიც არის 9 ნომერი და გადმოყვანილია, გადმოპროფილებულია ნახევარმცველად და ნუ ეს იყო მთელი თამაშის იდეა და არსი. მოედნის ცენტრში ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა. ანუ არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ამ შემდეგ ვინც ალბათ თავმჯდომარე იცით, მაგრამ შტაბში ბევრი ნაცნობის სახელის ერთ-ერთი არის პაბლო აიმარი, რომელიც ჩემი აზრით არის თავარი საფეხბურთო ფილოსოფოსი დღევანდელ სამყაროში, რომელიც ყველაზე გასაგებად, მარტივად და რაღაც საინტერესო მეტაფორებით, მათ შორის ლიტერატურული მეტაფორები უყვარს, ხსნის ხოლმე ფეხბურთის არსს. და მესის საყვარელი მოთამაშეც. და აი აიმარი აქვს ხოლმე შედარება ევროპული ფეხბურთის ვექტორთან და იმ ვექტორთან, რომელსაც ისინი ნერგავენ არგენტინის ნაკრებში. ის ამბობს, რომ ევროპული ფეხბურთი მიდის ძალიან დიდი ფიზიკური, უფრო ფიზიკურობისკენ მიდის, რომ ვინგერი უნდა იყოს, რაც შეიძლება უფრო სწრაფი, რომ საყრდენ რაც შეიძლება დიდი სივრცე დაფაროს, რომ რაღაც თავდამსხმელს კონდეს დიდი მხრები და ფიზიკურად კარგად იბრძოლოს და ამ შემდეგ ის ამბობს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეს ლანუესტრა, რაც არის ჩვენი გზა, რაღაც არგენტინული თამაშის გზა, რომ ვითამაშოთ ფეხბურთი, ანუ რაღაც ბურთი კონდეს მუდმივად ჩვენ და რაღაც ეს მუდმივად იყო ცენტრში აგებული რაღაც კავშირები. სწორედ ამით იყვნენ დაკავებული. ერთ მნიშვნელოვანი რაც იყო თამაშის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში დაიდო ნიკო ტალიაფიკოს 15 წუთიანი ვიდეოა, ესპანურად არის, მაგრამ ინგლისური სუბტიტრები მოყვება, სადაც დეტალურად ხსნის თელ ტაქტიკას, რას აკეთებდნენ ამ თამაშში და ის ყვება, რომ ტაქტიკა რომ დავხაზეთო,
ხო ვიცოდით რომ როგორც უნდა გვეთამაშაო პირველი 3-4 წუთი ვაკვირდებოდით რა სიზამდენო და მთავარი ამოცანა იყო ალმადა როცა მოდიოდაო სიღრმეში მოყვებოდა თუ არა მას ბრაზილიელი მცველი და როცა დავინახეთ რომ არ მოყვებოდაო იქ უკვე მივხვდით რომ არანაირი პერსპექტივა ბრაზილიას არ ექნებოდა იმიტომ რომ მაგაც თავარ უპირატესობას მოიპოვებდით ტაქტიკურად რო ახსნა სკრინები იქნება ბევრი ერთმანეთს მიყოლებით ბრაზილია იცავდა თავს 4-4-2-ით. 4-4-2 არის საბაზისო დაცვითი სქემა ყველასთვის. უზრუნველყოფს კომპაქტურობას, სიგანეც დაცულია, ხაზებს შორის სივრცეებიც დაჭერილია. თავარი ამოცანა იყო ტალიაფიკო ყვება, რომ ეს 4-4-2 გადაკეთებულიყო 4-3-3-ად. ანუ ერთი ფეხბურთელი ბრაზილიელი კიდე უნდა აეტყუებინათ ზემოთ, ანუ პირველ ხაზში პრესინგის. და არსებობს ეს მწვრთნელი ლავოლპე შეიძლება გახსოვთ 2006 წელს იყო მექსიკის ნაკრების მწვრთნელი. უფრო ცნობილია იმით, რომ გვარდიოლას ინსპირაცია ერთ-ერთი გვარდიოლა წავიდა მასთან გაკვეთილების მისაღებად, როდესაც მწვრთნელობას იწყებდა. ლავოლპეს ჰქონდა შეტევის საფრთხელებად მშენებლობის სტრუქტურის იდეა. და მისი მთავარი ერთ-ერთი მონაპოვარი ფეხბურთს რაც შეძინა არის სწორედ ეს როგორ უნდა მოიტყუო როგორ უნდა გამოასუფთავო მოწინააღმდეგის ნახევარდაცვა, როგორ მოაკლამათ ფეხბურთელები. და ნუ ლავოლპიანას იდეა რომ საყრდენი რაც შეიძლება უკან უნდა მიდიოდეს რომ რაღაც ფსიქოლოგიურად მოწინააღმდეგეს ექნება განცდა რომ თუ საყრდენებიდან მცველები პარალელურად უკან იხევენ, ესე იგი გუნდი უკან იხევს და ჩვენ წინ უნდა წავიდეთ. და როცა პარედესი ჩადიოდა მუდმივად უკან 1-11 ბრაზილიელი ადიოდა პრესინგის წინახაში. შესაბამისად უკვე მოედნის ცენტრში სადაც არგენტინას როგორც ვთქვი ძალიან ბევრი ნახევარმცველი ყავდა, დიდი სივრცის დაცვა უწევდა ბრაზილიის ორ ფეხბურთელს და მუდმივად იქნებოდა ესეთი სიტუაცია რომ არგენტინას ყავდა პასის გამკეთებელი თავისუფალი ფეხბურთელი, მცველი ან პარედესი და ყავდა აუცილებლად თავისუფალი ფეხბურთელი ნახევარფლანგურ ზონებში. თუ ნახავთ გოლებს, თითქმის ყველა გოლი ამ მეორე გოლზე ძალიან კარგად ჩანს რომ ორჯერ გააკეთეს ეს კომბინაცია. ჯერ პირველად გაათამაშეს დეპოლი, გაიხსნა მიიღო, ნუ არ გამოვიდა შეტევის განვითარება და თავიდან დაატრიალეს იგივე ისე მოიტყუეს 1-11 ბრაზილიელი. ნუ ეს იყო მთელი არსი, ანუ თუ გაინტერესებთ რაღაც ეს ალტერნატიული გზა ფეხბურთის განვითარების, ბრაზილიამ რეალურად ითამაშა, შეიძლება ეხლა რაღაც ისე ჩანს 4-1 წააგო და რაღაც უშანსოდ იყო მთელი თამაში, მაგრამ ითამაშა ევროპული ფეხბურთი. ბრაზილია იგებდა ფიზიკურ ორთაბრძოლებს, ერთადერთი გოლი რომელიც გაიტანა პრესინგის შემდეგ, ანუ აართვეს არგენტინა მცველს და გაიტანეს გოლი, მაგრამ ბრაზილია დარჩა უბურთოდ სწორედ აი ამ რაღაც ფეხბურთის ასე რაღაც ალტერნატიული გზით თამაშის წყალობით ეს იყო მთელი ესე ვთქვათ რაღაც თამაშის მოკლე შედარებით ანალიზი რომ გავაკეთე. ლავოლპეზე რაღაცას ჩავამატებ რა. როცა სწავლობ ლიცენზირებაზე და როცა სწავლობ ფეხბურთს რაღაც დეტალებს, build-up-ი როგორ შეიძლება რომ იყოს ერთი მეკარე, ორი მცველი, შეიძლება იყოს ერთი მეკარე, სამი მცველი, შეიძლება გამოიყენო მეკარე, ცენტრალური მცველები და ფლანგის მცველები და ერთი არის, ანუ ეს ხო ყველაფერი მცველებით და პოზიციებით არის. ერთი არის ლავოლპეს build-up-ი ქვია პირდაპირ და როცა მარტივად რო აუხსნათ, როცა მეკარეს აქვს ბურთი, ცენტრალური მცველები გადიან რაც შეიძლება შორს და ამ სივრცეში ჩამოდის საყრდენი ნახევარმცველი, პივოტი, 6 ნომერი, როგორც გაგიხარდებათ ისე და ერთადერთი ლავოლპე ქვია ამას. დანარჩენს ყველაფერი ცენტრალური მცველი და ფლანგის მცველი რაღაც. ო, ანუ ეს იყო ის, რასაც აკეთებდნენ, აი მთელი თამაში რეგულარულად ზუსტად ამის და რაც მე ძალიან კარგია რომ მე მაგალითად ძალიან მიყვარს, როდესაც მწვრთნელები ხსნიან ხოლმე დეტალურად რა თქმა უნდა. არნესლოც უყვარს პრესკონფერენციებზე ყველაფერს დეტალურად მოყვება ხოლმე. აი ეგ ჩანდა რომ ტალიაფიკომ დეტალურად ახსნა, რას აპირებდნენ და როგორ გამოუვიდათ ეს. და ამიტომ შედარებით გაგვიმარტივა ამ რაღაც თამაშის ანალიზი ამ კუთხით. ალბათ აუცილებლად სათქმელი გვაქვს ის სავარაუდოდ გულშემატკივრება იციან, მაგრამ არგენტინას ამ თამაში არ ყავდა მესი, არ ყავდა ლაუტარო მარტინესი და ნუ იბალას არ ყავდა. იბალა შეიძლება სასტარტოს კაცი არ არის, მაგრამ ნუ მნიშვნელოვანი წევრია ხო ნაკრების. იცი როგორ კითხვა მინდა დავსვა და დავხუროთ პრინციპში არგენტინაზე. ემილიანო მარტინესმა თქვა, რომ თუ back to back მსოფლიოს მოვიგებთო, მე დავიხურავ ქუდს და დავიმშვიდობები საერთაშორისო ფეხბურთსო. არის თუ არა ეს არგენტინა განსხვავებული სტილის გუნდი, ვიდრე იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატზე და გვყავს თუ არა და არის თუ არა რეალურად არგენტინა მსოფლიოს მოგების მთავარი ფავორიტი. ნუ სამთავარ ფავორიტში შედის. უეჭვე. ჩემი აზრით. ნუ მე ვთვლი რომ კიდევ არის ესპანეთი და გერმანია ძალიან ძლიერი გუნდები ამ გადმოსახედიდან. უბრალოდ მსოფლიოს ჩემპიონატი ნუ ზოგადად სანაკრებო ფეხბურთი და სახასიათებს პლეი-ოფებიან ტურნირს, რომ ეს არ არის, იქ ბევრი რაღაც არის დამოკიდებული
ერთი თამაშია შემთხვევითობაზე, რეალიზაციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არგენტინა კი განსხვავებული წინა არგენტინისგან. წინა არგენტინა იყო მესიზე ორიენტირებული არგენტინა, რომელიც ტაქტიკურადაც ძალიან მრავალფეროვანი იყო, ის მუდმივად ცვლიდა სქემებს, ხო, თქვა ხორვატიასთან 4 ნახევარმცველით, ჰოლანდიასთან 3 მცველით, სხვა შემთხვევაში 4-3-3-ით. ნუ იმ არგენტინის თავარი ამოცანა იყო უბურთოდ ეთამაშა კარგად და იდეა შეტევაში იყო ის, რომ ჩვენ ყავს მესი და მესი რაღაცას მოიფიქრებს, რომ აი გვარდიოლს მოატყუებს ფლანგზე, ან ნიდერლანდებთან გააკეთებს ისეთ პასს, რომელსაც ხო ვერ გააკეთებს და ნუ აი ეს იყო მთელი არსი, რომელმაც იმ კონკრეტულ ჩემპიონატზე იმუშავა, ნუ თუ ეს რაღაც ჯგუფური ეტაპის რაღაც თამაშებს არ ჩავთვლით, პლეი-ოფში არგენტინა ყველა მოწინააღმდეგეს ჯობდა. ბევრი თამაში დრამატულ ფინალამდე მიიყვანა, მაგრამ თამაშით ჯობდა, ანუ სასტარტო გეგმით, რასაც ქვია. მესის გარეშე არგენტინა ეხლა რაც ვნახეთ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან უფრო სრულიად სხვა გუნდი იყო და ჩემი აზრით უფრო საინტერესო გუნდი იყო. აი მაგას მე არ ვიცი მესი რამდენად იქნება 2026-ში მზად რომ აი თუ ფინალამდე წავიდნენ, იქ მე მგონი თან ხო შეიცვალა ფორმატი, მგონი 11 თამაში მუწევთ. 7-ის მაგერად 8 თამაში 90 წუთი მესიმ ითამაშოს არ ვიცი ანუ მეს უკვე ძალიან ასაკშია და უკვე ტრამვებიც მოუხშირდა, თორსა ტრამვის გამო გამოტოვა. ამიტომ ალბათ იქნება შეიძლება ეს იყოს რაღაც თავარი კონცეფცია, რომელსაც თქვათ მესი დაეხმარება რაღაც კრიტიკულ მომენტებში, როგორც რაღაც კრეატიული რაღაც იარაღი ავტობუსის ან ანგარიში ჩამოჩენის შემთხვევაში. ხო, კაი დახმარება მესი რო გემატება. ის დავიმატოთ. მოდი მესი დავიმატოთ. ერთი კითხვა მაქვს მე ამ თამაშს არ მიყურებია. კარგი, ეს 5 კაცი შემოვიდა ცენტრში და დიდი უპირატესობა მიიღო და ბრაზილიის ფლანგის ნახევარმცველები და მცველები რა შვებოდნენ. ანუ სიგანეს საიდან იღებდა არგენტინა? ტალეფიკო და ფლანგის მცველებიდან იღებდა, ორივე მიდიოდა. პრობლემა ბრაზილიის იყო ის, რომ ნუ 4 მცველი, 2 ნახევარმცველი და იყო რაფინია, რომელიც რატომღაც არ ჩამოდიოდა დაწვაში, ვინისიუს ტრადიციულად არ ჩამოდის. კუნიაც არ არის ძალიან აქტიური პრესინგი შეითამაშა, მაგრამ ძალიან დიდი ხანი დააყონა პასის გაკეთება და ჩაერთო, მაგრამ ამ ბრაზილიას ყავდა ბევრი ესეთი ეფექტური შემტევი, რომლებიც უბურთოდ არ არიან, ნუ რაფინია კარგია უბურთოდ იელსას სკოლა აქვს მაინც გავლილი, მაგრამ ამ თამაშში არაფერს არ აკეთებდა. ვინისიუს ძირითადად ფლანგზე იყო, ვინისიუსი აკეთებდა შეტევაში თავის რაღაცებს, მაგრამ თითქოს რაღაც მოწყვეტილი იყო დანარჩენ გუნდს, იყო ეპიზოდები, როდესაც 3 კაცი მოატყუა და არაფერი ისე, ანუ ვერაფერს ვერ შვებოდა. პლუს ეს არგენტინა მესის არგენტინისგან იმით განსხვავდება, რომ რაღაც არანორმალურ პრესინგს თამაშობდა. აი არ ჩერდებოდნენ მთელი თამაში, ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოს გაწიეს და ბრაზილიას რეალურად უჭირდა ბურთის ამოტანაც კი. ანუ მარტივად რო ვთქვა 60% ჰქონდა არგენტინას ბურთის ფლობა, როცა მე-12 წუთზე იგებდა უკვე 2-0-ს, ანუ ბრაზილიას უნდა დაიქამბექებინა, ანუ ბურთის ჭირდებოდა, ბურთსაც ამ პრესინგით და ამ ბურთის კონტროლით რეალურად ბურთსაც არ უთმობდა. ოკეი, გადავიდეთ ნელ-ნელა სხვა თემებზე თორე. არა, ერთს ვიტყვი, ალბათ არასოდეს, ნუ როგორც მინიმუმ ჩვენი თაობის ხალხს არასოდეს არ წარმოედგინა, რომ კაი, ჩემ თავზე ვიტყვი, არასოდეს არ წარმომედგინა, რომ ბრაზილიის ნაკრების მოთამაშე სასტარტოს ვერ ვიცნობდი მეთქი ეს ვინ არის? ესეთი სუსტი ბრაზილია მე არ მახსოვს არა. ალბათ აქ რო დასვა 120 წლის ადამიანი, რომელმაც 6 წლისამ დაიწყო ფეხბურთის გულშემატკივრობა, იმასაც არ ემახსოვრება. ეს სკლეროზის ბრალი არ იქნება. ესეთი სუსტი ბრაზილია მე მახსოვს ბრაზილია, რომ ჟუნინიო პარნამბუკანო ძალიან მაგარი მოთამაშე და მოთამაშე, რომელიც ნებისმიერ ჯარიმას გოლად აქცევდა, ვერ ხვდებოდა, იმიტომ რომ იქ იყო რაღაცა მეგავარსკვლავებით გადაძეძგილი კაკა, რონალდინიო, ადრიანო, რონალდო, ყველა პრაიმში, იქით უკან ლუსიო, ემერსო, აი რაღაც სასწაულები ხდებოდა. ეს რაი? რატო გიხარი ამ ბრაზილიასთან მოდება? ერთი წინადებით რომ დავამთავრო ესა, ბოლოს როდესაც არგენტინას გაანადგურა ბრაზილიანმა ამ თამაშამდე, ელე ყოფილა 23 წლის. ოი, მაგარი სტატისტიკა. დასასრულს ისიც თქვა ამ თემაზე დასასრულს, რომ ბრაზილიამ წვნელი გაუშვა, დორივალ ჯუნიორი გაათავისუფლეს და უახლოეს პერიოდში იმედია რომ შევიტყობთ. ნუ კარლო ანჩელოტიზე მუშაობენ, მაგრამ ნუ კიდე იქ რამდენიმე ვარიანტი არის. კარგი. მანამ სანამ შემდეგ თემაზე გადავალ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. იმასაც ვიტყვი რომ ვართ ისევ ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცეში, ჭავჭავაძის 37-ში.
და პარტნიორ კომპანიაზე ვიტყვი კიდევ ერთხელ, აი ამდენს რო საუბრობთ ფსიქოლოგიაზე და განწყობაზე, რაც სპორტსმენებს ზოგადად ჭირდება, სწორედ ამას ემსახურება People's Academy-ის ვებინარები, ტრეინინგები, რომლებიც 14 აპრილს აიღებს სტარტს და იმ შემთხვევაში თუ ხართ ჩვენი გამომწერი პლუს რეგისტრაციის დროს ჩვენს პრომოკოდს შედეგს მიღმა 15-ს გამოიყენებთ, 15%-იანი ფასდაკლებით გექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ. მეორე თემა, რომელიც პრინციპში მოკლედ უნდა შევეხოთ, არის დღეები და თამაშები, რომლებიც განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში სიამაყის გზნობას გვიღუებს და გუშინდელი თამაში იყო, ნამდვილად ეგეთი, გულისხმობ სენტეტიანი PSG-ს თამაშს, საფრანგეთის ჩემპიონატში რაც გადავიდა ხვიჩა კვარაცხელია, პირველად იყო შემთხვევა, როცა სენტეტიანი შეხვდა PSG-ს და ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია უცნაურია, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ ვნახით. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, PSG-მ ფაქტობრივად მეორე შემადგენლობით გადაუარა სენტეტიანს, ზურიკომ გააკეთა საგოლე პასი, ხვიჩამ გაიტანა გოლი, რაც კიდევ უფრო კარგია ჩვენთვის, თუმცა ერთ-ერთი იმის თქმა მსურდა, რომ შეიძლება გულის სიღრმეში სადღაც გულშემატკივრობდით სენტეტიანს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ ზურიკოს გუნდი არ გავარდეს, ან თუ გავარდა და ისე მოხდება, რომ დატოვებს სენტეტიანი ლიგა 1-ს, იმედია ზურიკო უკეთეს გუნდში გააგრძელებს კარიერას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ზურიკოს სტილის ფეხბურთელი თამაშობდეს ისეთ გუნდში, რომელიც რელეგაციისთვის იბრძვის. იმიტომ რომ ეს არის გუნდი რეალურად, რომლის თამაშიც მატჩის განმავლობაში შეიძლება გადაეწყოს რამდენჯერმე, თუ თქვა სენტეტიანმა გაიტანა პირველი გოლი მეხუთე წუთზე, მერე ზურიკოს შეიძლება 90 წუთი მოუწიოს დაცვითი ფუნქციების შესრულება და ბუნებრივად არ გვაწყობს რა. თუმცა ის ფაქტი, რომ ქართველებს ერთმანეთის პირისპირ უკვე ხედავთ ტოპ 5 ჩემპიონატში, ლიგა 1-ში, ძალიან მაგარია და მივულოცოთ, მე მგონი მისაოცი ამბავია ეს, არა მხოლოდ ზურიკოსთვის და ხვიჩასთვის, არამედ ზოგადად ქართველი ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის, იმიტომ რომ გვინდა რომ ეგეთი რაც შეიძლება მეტი მოხდეს, თან იქ ბუდუზი ზიზივაძემ მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში და ისიც გადარჩენისთვის იბრძვის, საბაგო გოგლიჩიძის ემპოლიც გადარჩენისთვის იბრძვის და ნუ მოკლედ გვაქვს ეგ გასაწორი რაღაცეები სეზონის ბოლოსკენ გვაქვს. მე ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ნუ როგორ შეიძლება მოგეწონოს ახლა სენტეტიან გუნდის თამაში, რომელიც 6-1 აგებს, მაგრამ ერთი რაღაც მომეწონა ძალიან. იმის მიუხედავად, რომ სენტეტიანმა იცოდა, რომ ეთამაშებოდა მონსტრს, იმის მიუხედავად, რომ ეს მონსტრი ჯერ მეორე შემადგენლობით იყო და მე საერთოდ მესამე შემადგენლობა და აკადემიის ხალხი შემოიყვანა, სენტეტიანს მაინც არ შეეშინდა და მაინც ცადა, რომ მოდი ვითამაშოთ ფეხბურთი ისე, როგორც ფეხბურთს თამაშობენ რა. არ იყო რაღაც უაზროდ გრძელი პასები, მაშინ როცა აგებდნენ, ცდილობდნენ პასებით ამოსულიყვნენ, მიწაზე პასებით ამოსულიყვნენ. მართალია მაგან 4 გოლი მოიტანა, მაგრამ ნუ ყველაზე საინტერესო რაც იყო ჩემთვის, მარჯვენა მცველი ყავდათ მაიკონი და აი ყველაფერზე აგვიანა. ეჭვი მაქვს რომ თამაშზე მისვლაც დააგვიანა, იმიტომ რომ აი რო დამთავრდებოდა მომენტი და გოლ და მერე ჩამოდიოდა. იგივე სხვა შორის ზურიკოს ასისტი თუ ნახე რაღაცა ცოტა გრიზმანისეულად ითამაშა, თამაშგარეში დარჩა, აქ 3-3-ზე იყო, ნახა რომ 3-3-ზეა, მეოთხე დაემატა 4-3-ზე გაათამაშეს და გავიდა ფაქტიურად რა ვიცი. ფად 1-1-ზე არ იყო, მაგრამ კარგი პოზიცია. და ფორვარდს დაასვა ბურთი თავზე, ძალიან გამოზომილი პასი. ხვიჩამაც საკუთარი პრესინგის მერე გაიტანა გოლი და საინტერესო ისაა, რომ რამდენი ხანია ხვიჩა უკვე PSG-შია და ყველა გოლიც 10-ი აქ გატანილი. მარჯვენად ჯერ გოლი არ გაუტანია და რავი PSG ძალიან მაგარი ძალა ხდება ნელ-ნელა რა. შემდეგ კვირაში გვიბრუნდება ჩემპიონთა ლიგა და შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ პრევიუს სახით, ასე ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. კარგი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვირაში, შაბათ-კვირას გულისხმობ რაღაცა სუპერ დაპირისპირებები გვაკლდა, საჭირო ჩავთვალეთ, თავი დავივალდებულეთ, რომ big news რაც გვაქვს თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში, ბუნებრივია ტოპ 5 ლიგას ვეხებით, იმ თემებზე ვისაუბროთ. ორი ასეთი თემა გამოვარჩიე და თქვენი აზრი მაინტერესებს, დაახლოებით 10 წუთი მოდი დავუთმოთ ამ თემებს. პირველი არის გადაწყვეტილად ეს ამბავი არ არის ჯერ, თუმცა ნუ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციაა და მე მგონი საკმაოდ სანდოა. ტრენტ ალექსანდერ არნოლდის თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა მადრიდის რეალში. რას ფიქრობთ? პირველ რიგში ბევრი ლივერპულის ფანს ძალიან გული დაწყვიტა ამ ფაქტმა, იმიტომ რომ childhood გუნდს ტოვებს ტრენტი, თუმცა ძალიან რთულია მადრიდის რეალს უთხრა უარი, როდესაც ხარ თანამედროვე ფეხბურთელი, დღეს რო ფეხბურთს თამაშობ. რეზი, რას მოუტანს ტრენტი მადრიდის რეალს?
ну ტრენტი მოუდანს დიაგონალებს ვინისიუსზე და მბაპეზე. ეს იქნება მისი პლუს ტრენტი უფრო აშკარა აპგრეიდია, რა თქმა უნდა, ვასკესთან შედარებით, კარვახალი 33 წლისაა, ბრუნდება მძიმე ტრამვის გამო და როგორ დაბრუნდება არ ვიცით. სავარაუდოდ იქნება სქემატურად, რომ როდრიგო შეიცავს უკვე ცენტრისკენ და ტრენტს გაუთავისუფლებს ფლანგს და ასე შემდეგ და ტრენტი არის უნიკალური თვისებების ფეხბურთელი, რომლის მსგავსი მცველიც ფლანგის არ არსებობს. ну, ერთი არსებობს, მაგრამ იმას ფლანგზე თამაში არ უყვარს, ცენტრში უნდა სულ თამაში, კი ეს არის კიმიხი, რომელსაც შეუძლია ისეთივე პასების გაკეთება, როგორც ტრენტს. ну, სხვა ასეთი მოთამაშე რეალურად არ არის, ამიტომ რეალისტის ეს ძალიან დიდი, ну, გასაგებია ყველა საუბრობს და ყველა ხუმრობს უბურთო ტრენტის თამაშზე და ეს პრობლემა ტრენტს ალბათ მთელი კარიერა გაყვება. მიუხედავად იმისა, წელს მოუმატა, მაგრამ ერთ-ერთზე გასაგებია, რომ მას ბევრჯერ ატყუებენ და მაგრამ ну უბურთო თამაშის ამ პრობლემის შეზღუდვის ბევრი მექანიზმი არსებობს, იქნება აგრესიული პრესინგი თუ გადაზღვევა თუ ასე შემდეგ, ხო? რეალი შემთხვევაში პრესინგი ცოტა ისეთი ამოიღე. და ლივერპულის ფანების ფოტოები უნდა რაც რეზი აგდებდა ჩატში ძალიან აქტიურად. corner was not even taken that quickly და მსგავსი რაღაცეები. ხო, ну გული წყდება ფაქტია საფეხბურთო სამყაროს. თან ეს ტრენდს ცოტა წარსული აქვს შაუბნელი, იმიტომ რომ კამპნაუზე უთქვამს, რომ ჩემი dream club-ი იქნებაო, რაღაც პოსტი ამოუქეკეს. მე აქეთ პირველი ვარჯიში სანტიაგო ბერნაბეუზეო საერთოდ კარიერაში, ლივერპულიდან წასვლის შანსებს საერთოდ ვერ ხედავდა და ნუ საბოლოო ჯამში უდიდესი ალბათობით მივიღებთ იმას, რომ კილიან მბაპეს მსგავსად ესე უფასოდ, ნუ იქ თანხაზე რა თქმა უნდა არის საუბარი, უბრალოდ ლივერპული ვერ მიიღებს ვერაფერს, თორე signature bonus და მსგავს რაღაცებს ტრენტი ძალიან ბევრს მიიღებს მოკლედ. ლივერპულზე რომ თქვა, ძალიან მოკლედ, კი, ცხადია როგორც ვთქვი, დიდი დანაკარგია, იმიტომ რომ უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ ეს არ არის ისე ჩემი აზრით ეხლა ლივერპულის ეს არის იმ ხელ დანაკარგი, როგორც იქნება თქვა 2 წლის წინ, წასულიყო ან 3 წლის წინ. ნუ სლოტის ფეხბურთში არ არის აუცილებელი, რომ ესეთი უნიკალური მოთამაშე ყავდეს მას ფლანგის მცველად. მისთვის საჭიროა რაღაც საბაზისო უნარების მქონე მცველი, რომელსაც შეუძლია ცენტრში შევიდეს, ფლანგზე წაიკაი გერტროიდა როგორც ყავდა ფეინორდში. იგივე შეიძლება ითქვას სალახზეც, რომლის წასვლაზეც არის საუბარი ზაფხულში, ხო? სალახი ცხადია ძალიან ბევრ ამის აძლევს ლივერპულს თავის ფინიშინგის ხრივ, მაგრამ სლოტს მაგათაც შეიძლება ურჩევნია, რომ მარჯვენა ფლანგზე ყავდეს რაღაც ორი სკილები ძალაზე შედარებით უფრო ნაკლები სკილების მქონე ვინგერი, მაგრამ მათი გამოყენება შეეძლოს როგორც ტაქტიკური ინსტრუმენტის, რასაც აკეთებდა მაგალითად ფეინორდში. ამიტომ პლუს ბურთის პროგრესირების მხრივ ლივერპულში უკვე ბევრი რაღაც შეიცვალა, გრავენბერგზე გადავიდა დიდი დატვირთვა, ვან დაიკი სავარაუდოდ ჩემი აზრით დარჩება და მიკვირს აქამდე რატო არ გააგრძელა ჯერ კონტრაქტი, ვან დაიკი გრავენბერგი ალბათ გაინაწილებენ ამ ფუნქციებს, აი ბურთის პროგრესირებას რაც ეხება. მე პირადად ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ველოდები ისე, როგორც ველოდებოდი, აი 10-11 წლის რო ვიყავი და აი რაღაცა ტრანსფერს რო გავიგებდი და რომ იხაროდა. დიდწილად ლივერპულისგან ძალიან ბევრი რაღაცა ერთმანეთზე გადამული და ძალიან მაინტერესებს, რა სწავს სლოტი და სპორტული დირექტორი და მთელი მენეჯმენტი. იმიტომ რომ სალახს კონტრაქტი უთავრდება, ვირჯილს, აქეთ ტრენტი და ტრენტზე მე საერთოდ ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში შვაინშტაიგერის ილეთს გაიმეორებს, მაგას უფრო უწურავ, იმიტომ რომ მიყვარს ეს საბავშვო ბავშვის ესა childhood გუნდში დარჩენა და one club man-ი და რაღაც მსგავსი რაღაცეები. მაგრამ ნუ მართლა პერესი რო გირეკავს შანსი არ აგაქვანდა არანაირი. მაგრამ მე მაინც გავწურავ და მაინტერესებს რა სიზავს როგორ გადაწყვეტს ვინ გადაწყვეტს საერთოდ დარჩენას, ვინ იტყვის რომ გონია რომ აი სპაიდერმენის ის როა რა. ეს ერთმანეთს უყურებენ სალაჰი, ტრენტი და ვირჯილი, შენ მიდიხარ, თუ წახვალ წავალ, თუ არ ვიცი რა ხდება. შეიძლება თვითონ ლივერპულს წარიციან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი სეზონი აქვს მე მანჩესტერს უთანაბრდებიან ტიტულებით და ეგ მათთვის მთავარი ამბავია რა და თუ ამ დიდი სამეულის წასვლა არის, ჯობია რომ ეხლა, იმიტომ რომ კარქასიაძე იქნება ყველა და ისე მტკივნეულად ვერ აღიქვავენ, როცა რაღაცა ცოტა ცუდ სეზონში. ხო და მაინტერესებს რა სიზავს. აი ძალიან ყველაზე მეტად ჩემს საყვარელი გუნდი რა სიზავს ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, მაგაზე მეტად მაინტერესებს რა სიზავს ლივერპული. მან და ის იყო რომ ლივერპულში ხელმძღვანელობა შეიცვალა. ედვარდსი დაბრუნდა, ჰიუზი და ასე შემდეგ. დიდი ხანი სპორტული დირექტორი არ ყავდათ, ალბათ ამიტომ გაიწელა ამ ხალხთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები. ეს იყო ალბათ ის გეფი, რომელიც
ვერ შეავსეს და ამის გამო არის რომ ახლა ვიყო წები გარბიანი, მაგრამ ლივერპულს აქვს თავისი სახელმწიფო პოლიტიკა და თქვათ ჩემი აზრით მიუხედავად აი არანორმალური სეზონისა აბსოლუტურად ლოგიკური იქნება ლივერპულისთვის რომ არ დათანხმდეს 33 წლის სალახს ძალიან დიდი ხელფასის გადახდას 2 მილიონს უხდის თვეში თუ სწორად მახსოვს ახლა მაგრამ თუ სალახს გაუშვებს თქვათ მაშინ ირაკლის თქმის არ იყოს რაღაც სერიოზული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს რა. პლუს ისიც დაიწერა რომ აქეთ ტრენტი მადრიდის რეალის სახელმწიფო ბიუჯეტში ძალიან გემრიელად ჯდება ან რაღაც ასტრონომიული თანხებით მოკლედ არ დაიკერა ესა ტრენტი. კარგი, მაგაც იყავს, უახლოეს მაგაც იყავს, იმასთან უნდა თამაში. ეიჯენტ ბელინგემი ხო ფოტოები გავრცელდა იმით. კარგი, მეორე თემა რომელზეც ძალიან მოკლედ მინდა ვისაუბრო. კიდე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლივერპულში რაც მოხდება. ალისონი წავა. ეგ იმედია ხო. კარგი, შემდეგი თემა რომელზეც მინდა აი დაახლოებით 5-7 წუთი მაქვს ამისთვის გამოყოფილი და ჩავეტიოთ. არის ტიაგო მოტა გაუშვეს იუვენტუსისგან. იუვენტუსიდან 2024 წელს ხო რაღაც ახალი პროექტი დაიწყო თითქოს იუვენტუსმა, ჯუნტოლი მოიყვანა, ჯუნტოლიც ადრე მოიყვანა, მაგრამ ჯუნტოლის კადრი მოიყვანეს ტიაგო მოტა, რომელსაც ბოლონიაში რაღაც ნორმალური სეზონი ჰქონდა და საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი ხანია სხვათა შორის ეგეთ რაღაც არ მომხდარა იუეში რა შუა სეზონში რომ სულ გაუშვეს მე დავიწყებ მე თქვენს გათქმევინებთ ჩემს აზრს ვიტყვი ყოველ შემთხვევაში არის რაღაცეები რაც დიდ კლუბებში არ ეპატიებათ მწვრთნელებს ხო მიუხედავად იმისა რომ პროექტი დაიწყო ერთად რაღაცა დიდი მიზნები გვაქვს რომ ჯონტოლი ამბობდა თუნდაც ვერ მოგებული მატჩების შემდეგ მაგრამ როდესაც იუვენტუსებს საუბრობთ ამ ხელაფან ბეიზი რო უდგას გუნდს უკან და რეალურად იტალიის ერთ-ერთი უდიდეს გუნდზე როდესაც საუბრობთ არის რაღაცეები რაც არ ეპატიება ეს არ ეპატიება რაღაცეები დაგროვდა თუნდაც იუვენტუს არ ეპატიება ის რომ ატალანტასთან და ფიორენტინასთან ეგრე უშანსოდ ნადგურდება ისეთი უფერული თამაშები რაც წინა ეპიზოდებში გვისაუბრია და ჩაწერის მიღმაც გვისაუბრია რაც იუვენტუსის მოტას იუვენტუსმა რეალურად აჩვენა და მთავარი მიზეზი ბარემ აქვე ვიტყვი და მე არ მოვითხოვ ამ თემაზე სიტყვას არის ის რომ მოტას აშკარად აერია გასახდელი იწერებოდა იმაზე რომ გატისთან კონფლიქტი ჰქონდა და არ ვიცი გატის არ რატო უნდა ქონდეს კონფლიქტი იმიტომ რომ ყველა ცენტრალური მცველი დამტრეული ყავდა და ეს ტიპი თამაშობდა ყველა მატჩს პირველი სასტვენიდან დასრულების სასტვენამდე ვლაჰოვიჩთან ფაქტია კონფლიქტი ჰქონდა კი არის საკონფლიქტო კაცი ვლაჰოვიჩი მაგრამ მაინც კენან ილდისო ერთ-ერთ ვარჯიშზე დაუძახავ რომ მესი ხო არ გონია თავი ჯგარაპასი გააკეთებოდა სხვა შორის ბოლო თამაში ტუდორის დებიუტში გამოჩნდა რომ კენან ილდის მე მგონი კი არ უნდა იჩხუბო პირიქით თავზე ხელი უნდა გადაუსვა იმიტომ რომ ძალიან მაგარი გოლი გაიტანა რა შესაბამისად მე როგორც იუვენტუს გულშემატკივარი და ვფიქრობ ობიექტურიც რაღაც დონეზე მივესალმები იმას რომ იუვენტუსმა და დიდმა გუნდებმა ზოგადად უნდა გადადგან რისკიანი ნაბიჯები და ის ვინც გასახდელს დაკარგავს შედეგს ვერ აჩვენებს რეალურად ჩემპიონთა ლიგის საგზურს დებს სასწორზე უნდა მიუთითოს კარისკენ მიუხედავად იმისა რომ ბუნებრივია ამას მოყვება ფინანსური ზიანი გუნდისთვის იგორ ტუდორზე და დებიუტზე გეთახმები მაშინ რომ ძალიან ცუდი შედეგები წამოვიდა ანუ თუ გაშვებას აპირებდნენ ეს ესეთი შედეგების კუთხით და ხარისხის კუთხითაც კარგი დრო იყო უბრალოდ მე მგონია რომ აქ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე მე მგონი იუვენტუს ვერ ხვდება რა საპირებს საერთოდ საომავლოდ ჯერთი იმდენი გვარი დასახელდა ვინ შეიძლებოდა მოეყვანათ დეძერბი პიოლი მანჩინი გასპერინი ანუ აბსოლუტურად განსხვავებული მწვრთნელები აბსოლუტურად ეს ნიშნავს რომ მე მგონი ჯუნტოლი ვერ ხვდება რამხელა ტრანსფორმაცია რამხელა რეკონსტრუქცია სჭირდებოდა გუნდს ანუ ალეგრის შემდგომ მოტას მოყვანა ნიშნავს რომ აბსოლუტურად განსხვავებულ ფეხბურთზე აგებ თამაშს ეს ჩანს იქიდან რომ იუვენტუსის ბურთის ფლოვა ამ სეზონში არის გაზრდილი 10%-ით ეს არის გიგანტური მე მგონი ამხელა სხვაობა ანუ ამხელა ტრანსფორმაცია წელს ევროპაში არც ერთ გუნდს არ განუცდია თუ მოგყავს ესეთი მწვრთნელი და თუ ამ გზაზე დგები მაშინ უნდა დაუჭირო მწვრთნელს ბოლომდე მხარი და აი ესეთ რაღაც სადავო სიტუაციებშიც ტრანსფერების კუთხითაც ნუ ლაჰოვიჩი არ უნდა დაახვედრო გუნდში ტიაგო მოტას იმიტომ რომ მას ეს ფეხბურთელი საერთოდ არ სჭირდება ლაჰოვიჩი როგორ აღმოჩნდა იუვენტუსში და რამხელა ხელფასი აქვს და ეს რა იდიოტობა გააკეთა ვინც გააკეთა თავის დროზე ეს სხვა საკითხია მაგრამ თან ლაჰოვიჩი ძალიან ანუ კონფლიქტური ტიპია და ეთქვა ცუდი ტიპიც არის იმიტომ რომ ხასიათის ტიპია ჯერ გაშვებული არ იყო და უკვე იმას ალაიქებდა რომანოს პოსტებს მოტა გაუშვესო ამიტომ ეს ერთი პლუს თუ მოტა მოყავს მაშინ ჰუისენი თუ ჰოისენი უნდა დატოვო გუნდში იმიტომ რომ ეს ძველი მის სქემაში კარგად ჯდება პლუს რაღაც სატრანსფერო კამპანიის დროს ჩანდა რომ იუვენტუსმა ძალიან ბევრი ერთნაირი ტიპის ნახევარმცველი მოიყვანა და აი დუგლას ლუისი რომელიც იდეაში უნდა ჩაწერილიყო ამ ფეხბურთში
რაღაც ამბავში ვერ ჩაეწერა. ანუ რას გულისხმობ? თუ ამ გზით მიდიხარ, მაშინ ამ გზას ბოლომდე რაღაც ლოგიკურ ფინალამდე უნდა გაყვე. შეიძლება შენ შეცდი მწვრთნელის არჩევაში ეს არ არის. პრობლემა შეიძლება მოტა ცუდი მწვრთნელია და ვერ გააკეთა შენი ის რაც დავალებული ქონდა, მაგრამ ამას მე მგონია რომ ჩვენ ახლა ვერ გავიგებთ. იმიტომ რომ გაუშვეს მაშინ, როდესაც არ ვიცი ჩვენ მოტა იყო ცუდი მწვრთნელი და მან ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას თავი თუ იუვენტუს ყავს ძალიან ცუდი ხელმძღვანელობა და უბრალოდ არ იცის რას აპირებს საერთოდ. ეს არის რაღაც რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ორმორო უცებ ამოავსო რა რაღაცა უცებ რომ რაღაც დაავადებას კი არ უმკურნალო ან რაღაცა უცებ სიცხე დაიგდო და არ მიხედო რაღაც კომპლექსურად ჩვენს დაავადებას ხო ანუ ეს ამან შეიძლება იუვენტუსს მიყვანოს ძალიან ცუდ შედეგებამდე ამის ყველაზე საუკეთესო მაგალითი არის მანჩესტერ იუნაიტედი ხო რომელმაც ხაოტური სატრანსფერო პოლიტიკა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელები მოყავდა ვანგალს და მოურინიო სულიად სხვა ფილოსოფიის მწვრთნელი მე იმას თავის ხალხი მოყავდა და შემადგენლობა იყო რაღაც ხაოტური იყო რატო ხო არის ეხლაც იმიტომ რომ ნუ ამორიმს ტენჰაგ გაუშვეს ტენჰაგს უყიდეს ზაფხულში ვიღაცეები და მოიყვანეს შუა ორთვეში ამორიმი რომელსაც საერთო სხვა სქემა აქვს აი სხვა სათამაშო ფორმაცია აქვს და სხვა ხალხი ჭირდება მან დრეზირის ხმამინდოდა იცი სატრანსფერო პოლიტიკაზე რო ლაპარაკობდი ზოგადად ზაფხული იმიტომ არსებობს რომ კლუბი მოემზადოს ახალი სეზონისთვის ხო შესაბამისად როდესაც მართლა ალეგრიდან მიდიხარ მოტასთან ზაფხულში მაშინ როგორც მინიმუმ ბოლო 20 დღე სეზონის დაწყებამდე უნდა მისცე ისეთი მწვრთნელს რომ ეს მისი გუნდი შეათამაშოს იუვენტუსმა მაგალითად მთავარი რგოლი ვინც უნდა ყოფილიყო ნახევარდაცვის კოპ მაინერსი მოიყვანა 31 აგვისტოს თუ რაღაც ვსგავსან ბოლო დღეს და მერე კოპ მაინერსმა ტრავმაც მიიღო სქემაში ვერ ჩაჯდა როდესაც მერე გადაება იქ ტრავმა ლაჰოჩი დაიმტრა შედეგი არ დადგა მერე უკვე ამ ყველაფერმა ერთი დიდი არეულობა გამოიწვია და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის რომ გუნდი აირია თავიდან ბოლომდე და ეხლა მართლა სეზონის გაარჩენაზე მიდის საქმე. ანუ პლუს მოტას გასამართლებლად, ანუ მე არ ვამტკიცებ რომ მოტა უეჭველი იდეალური კანდიდატი იყო. მოტას თავისი პრობლემები ჰქონდა იუვენტუსში. ну გასამართლებლად ისიც გამოდგება რომ ძალიან ბევრი ტრავმა ჰქონდა იუვენტუსს და საკონტროლო განსაკუთრებით დაცვაში სულ იმტრეოდა ყველა. მერე კალულუც დამტრეული იყო შემდეგ და ასე შემდეგ. რემერის დაბრუნება მე მგონი ბრაზილიის ნაკრებსაც მაგრაჩი. ესეც მოკლედ მის გასამართლებლად რაღაც ერთი რაღაც თამაშები იყო სადაც მეკარე უფრო მეტი ეჯდათ სკამზე ვიდრე სხვა რგოლის ასტონ ვილასთან გასულის თამაშზე სამი ფეხბურთელი ეჯდა. ტუდორზე რომ მოკლედ თქვა ტუდორი მოიყვანეს იმიტომ რომ შარშან ლაციოში გააკეთა დაახლოებით ასეთი რაღაც მოვიდა მარტში და ძალიან მოუმატა ლაციო მეგრევე დანერგა თავისი სტილი და კარგი შედეგი აჩვენა. სავარაუდოდ იგივე გათვლა აქვს რომ ტუდორი მალე მოიტანს შედეგს. ხო, სქემაზე ძალიან მოკლედ ვაჩვენებ როგორ ითამაშეს გუში. ეს არის იუვენტუსი. დებიუტი ქონდა ტრადიციულად, რაც ტუდორისთვის არის კლასიკა. ილდიზი იყო თავისუფალ როლში, შეიძლება ერთ-ერთი კოპ მაინერსში ენაცვალა, ან პლანგზე გადმოდიოდა ხშირად და ასე შემდეგ. აქ იყო ლოკატელი და ტურამი, რეალურად არც ერთი მომეწონა. როგორც ითამაშეს და ნიკო გონსალესი იყო მარჯვენა ლატერალად. სანამ გატი იყო 28 წუთზე დაიმტრა თუ რაღაც. მანამდე ფლანგზე იჭერდა პოზიციას, როცა კალულუ გამოვიდა, ცენტრში შემოდიოდა და კალულუ მიდიოდა უკვე ფლანგზე და აქტიურობდა. ტუდორი არის სამი მცველით მოთამაშე მწვრთნელი, ცოტა რთული ახლა იუვენტუსში სამი ცენტრალური მცველი თამაშო ამ ტრამვების ფონზე შეუძლია იგრევე შედეგი დადოს, ნუ სამი ქულა რაც გუშინი დადო, ამისთვის არის მოყვანილი რომ ლიგაზე გაიყვანოს გუნდი. მაგრამ ნუ ტუდორიც არის ძალიან კონფლიქტური ფიგურა და როცა ამ კონფლიქტურ სიტუაციაში სადაც ფეხბურთელებთან მოყავს ესეთი ფიგურა რომელიც მარსელიდანაც კონფლიქტების გამო წავიდა და ლაციოდანაც მარსელიდან კონფლიქტის გამო წასვლა რთული არ არის ხო მაგრამ მე მაქვს ერთი შეკითხვა რა ტუდორი რა შუაში იყო ანუ ვინც ვერსიები იყო ტუდორი რა მგონია რომ უბრალოდ იყო ჩამატებული არა მან როგორი სიტუაცია იყო იცი სხვა არ დათანხმდა არა 20 გუნდში მისვლა არა იცი როგორი თემა იყო 20 მილიონიანი ზარალი მოიტანა რეალურად მოტას გაშვებამ და თავი კანდიდატი ტუდორთან ერთად იყო მანჩინი ნუ დეძერბი მარსელის მწვრთნელია და ესე შუა სეზონში ახლა ვერ წამოიყვანდი ბუნებრივია მანჩინი იყო თავისუფალი თუმცა განსხვავება იყო ის რომ მანჩინი მოითხოვა უფრო გზელვადიანი კონტრაქტი და იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ეხლა არ იცის არამხოლოდ ის სეზონ როგორ დამთავრდება, ისიც არის ის ჯუნტოლი დარჩება თუ არა, იმიტომ რომ ელკანები აპირებენ რომ უარყოფით შედეგის შემთხვევაში ჯუნტოლისაც მოგითხონ პასუხიო. ამიტომ ტუდორი არის ესეთი კონტრაქტით მოსული რომ თუ გუნდს გაიყვანს ჩემპიონთა ლიგაზე,
ამ შემთხვევაში შეიძლება მხარეები დასხდნენ და უბრალოდ ერთწლიან კონტრაქტზე ისაუბრონ. ტიპი მოსულია რა 9,5 ევროს იღებს თუ რაღაცა თვეში და შესაბამისად ეს არის ტუდორისთვისაც და იუვენტუსისაც ისეთი ვარიანტი, რომ იქნებ 4 ხელში შევძვრეთ ან თუ 5 ხელში და ამის შემდეგ ვნახოთ რა იქნება, თორე ის რო გრძელვადიან კონტრაქტი გაუფორმეს ტუდორს ეგრე არ არის. ეხლა 1+1 არა, სეზონის ბოლომდეა. სეზონის ბოლომდეა. შემდეგ დავსხდეთ და ვნახოთ. თორე მე როგორც ახლა იუოზულ შემატკივარს მაგალითად არ იყო ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი ტუდორი რა. ფიქრობდი ვინმე უკეთესზე, თუმცა მე მგონია რომ მოიყონეს იმიტომ რომ შარშა ლაციოში მოვიდა და კარგი შედეგი დადოეგრევა და იმედი აქვს რომ იგივეს გაიმეორებს. იქ 11-დან 7 თამაში მოიგო თუ რაღაც შედეგი ქონდა. ფულები რაღაც ინტერის მერე მეორე იყო იმ მონაკვეთში თუ რაღაც. მე როგორც ინტერის გულშემატკივარი ძალიან ნანობ მოტას გაშვებას. ძალიან გვიხაროდა მთელ ინტერის ფანებს რომ მოტა ყავდათ თავიდან არ მოგვეწონა რომ ჩვენი ყოფილი მოთამაშე მოვიდა მაგრამ მე უკვე ის ლაპარაკი წავიდა რომ ვა დახერა კაი აგენტი ჩავნერგეთ. ოკეი. კარგი, სანამ პრინციპში მესამე რაღაცა ეტაპზე გადავალთ ამ გადაცემის, პირველი იყო არგენტინა, შემდეგ ეს სიახლეები, მესამე გვაქვს სიახლე, რაც სხვა შორის აქამდე არ გაგვიკეთებია. მანამ სანამ გადავალთ ამ თემაზე, მინდა რომ გთხოვოთ კიდევ ერთხელ დალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი არხი, შეგიძლიათ გამოვყვეთ TikTok-სა და YouTube-ზე, აღწერაში დაგიტოვებთ TikTok-სა და Facebook-ზე უკაცრავად, აღწერაში დაგიტოვებთ ჩვენს ლინკებს. მესამე ბიჭებო, რაც გვაქვს სიახლე ხარ იქნება გარგაიგვიროთ ვისაუბრია ჩაწერამდე, ხო? თუმცა ჩვენმა ერთმა კარგმა მეგობარმა სანდრო ქართველიშვილმა გადმოგვიგზავნა კითხვები. ზოგადად ყოველთვის საინტერესოა საფეხბურთო ცოდნის შეჯიბრი, ხო? ამიტომ 15 კითხვა გვაქვს. X-ს რაღაცას ირაკლი ხა აკვირდება და მე მგონი კითხვების წაკითხვა ცდილობს რომ ნახოს პასუხები და კითხვები. მოკლედ, თითოეული მათგანი ამოვიღებთ. წესები რო აგიხსნათ, მაყურებლისთვისაც რო გასაგები იყოს, ამოიღებს ირაკლი. მას შემდეგ რაც წაიკითხავს კითხვას, მედარეზის დასწრების შესაძლებლობა გვაქვს. ხომ როგორ გამოვიწვიოთ, ხელს ავწევთ, იმ შემთხვევაში თუ გვაქვს პასუხი, თუ ირაკლი მის კითხვას გამოიცნობს, დაეწერება ქულა, თუ მედარეზი გამოვიცნობთ, ჩვენ დაგვეწერება. 20 წამი გვაქვს მოკლედ იკა დაახლოებით იმისთვის, რომ შეკითხვა გამოიცნო. ბუნდესლიგის უცნაური სტატისტიკა. მიმდინარე სეზონში ყველაზე დაბალი საშუალო ასაკის შემადგენლობის მქონე სწორედ ეს გუნდია. თუ სწორად მახსოვს, ბუდუს გუნდია ეს ჰაიდენჰაიმი. არა? არასწორი. ოკეი, ირაკლი ვერ აიღო, ჩვენც არ ვიცოდით, ხო რა? მოიც პასუხი მაინტერესებს ვინ? აინტრახტი? რომელ ნაკრებში თამაშობდა? მონაკო პორტუს 2004 წლის ფინალში 78 წუთზე დერლეის ბენი მაკართი ცვლის. ეს მისი სადებიუტო სეზონი იყო. 3 წელი პორტუში, 46 გოლი და შემდეგ 4 წელი ბლეკბერნში. რომელ ნაკრებში თამაშობდა ბენი მაკართი? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იყო ირლანდიის ნაკრები. არა? ვა? კი, სამხრეთ აფრიკა. სამხრეთ აფრიკა. ეს ჰოლანდიელი მავს. ოი მაკაი, ბოდიში. ხუთი გოლა. ხო? Red Bull-ი. Red Bulls თავისი კლუბები არაერთ ქვეყანასა თუ კონტინენტზე ყავს. ხომ არ გახსოვს რა ჰქვია Red Bulls ბრენჩის ბრაზილიურ კლუბს? მე Red Bulls ბრენჩის ძალიან დიდი ფანი ვარ. ამ კლუბს ჰქვია ბრაგანტინო. ბრაგანტინო. New York Red Bulls-ი, Salzburg Red Bull-ი, Leipzig-ი. აი, მე Red Bull არენაზე ვარ ნამყოფი. და. ხუთი გოლა ირაკლისსაც ამისგან. ხო. შემდეგი რა. არა, უარეს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ოპტას ინდექსით ტურნირის საუკეთესო 11-ში 2 ხორვატიელი მოხვდა. დაასახელეთ ორივე. ერთი კაი. ლოგიკურად ეგ იქნებოდა. ერთი მოდრიჩია. მეორე? ეხლა შეიძლება რეზერვულ მარტივე შენ საქმე. დავიდასტურეთ. სწორია თუ არა? თავი დაგვიქნი ან გაგვიქნი? ჯერ არ თქვა პასუხი მოდრიჩი ბროზოვიჩი სწორია კი? არა?
მეც ლოგიკურად ვიტყვი. წესით უნდა ყოფილიყო მოდრიჩი და გვარდიოლა. ვა. გუდი ნაბეჭ. მიკარე პენალტების სერიაში რამდენი აიღო ლივაკოვიჩი. მოდრიჩი დროა ეხა გავხსნა ჩემი ანგარიში. მეკარები და წითელი ბარათები. მეკარებს შორის ყველაზე მეტი 6 წითელი ბარათი ამ გერმანელს აქვს. მათ შორის ყველაზე მძიმე კი ალბათ 2006 წელს მიიღო სამუელ ეტოს წაქცევისთვის. სამი? ლემანი? ეგარ. მაინც მიხვდა. გულებს ითვლის ვინმე? მე გავიცვლი. ვინ ითვლის? ნუ ბოლოს გვეტყვის ირაკი. ორი პასუხი აქვს იმას რეზის, ერთი მე. ხუთქულიანი მე არა. რა შეკითხვა მომივიდა? 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. პირდაპირ bez არგენტინის ნაკრები. რატომია? 2022 წლის მუნდიალი დამარცხით გახსნა. მისი გადამწყვეტი გოლით მოახერხა საუდის არაბეთმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონებთან გამარჯვება. მე მგონი იყო ალ-დავსარი? კი, სწორია. ახ მე როგორ ვცოდნა? მეც მახსოვს. ინტერზე არის რამე კითხვა. Red Bull ვის ფაინცარს ეს დიდია რაღაც დიდმა წაღან არ გაამართლა. დაგვიკითხე ამერიკაში გამქცევები. მიდი. ეს იმედისმომცემი ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოზრდილი არისტოკრატების აკადემიის პროდუქტმა მშობლიური არაფერი დაიტოვა. ჯერ ინგლისს იამაიკა ამჯობინა, ხოლო შემდეგ მშობლიური ჩელსიდან იპსვიჩს მიაშურა. ეს რო შემოვიდ სახეზე ვიცნობ. ესეც მან დედან არის. არის ის რა. ჩელსიდან წავიდა იპსვიჩში, ხო? ლეონ ბეილი. არის მიშენს არ ვიცი. ოკეი. ფრანკფურტის აკადემიის ეს აღზრდილი, რომელიც საფეხბურთო სამყარომ ბრემერის ვერდენიდან გაიცნო, სოფლიო ფეხბურთის მომავალი სუპერვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ მიიქცია ჩელსის ყურადღებაც. თუმცა წარუმატებლობის სრული სერიის შემდეგ მისი ვარსკვლავი ჩაქრა და დღეს ის Red Star-ში ტექნიკურ დირექტორად მუშაობს. ერთი ვარიანტი მაქვს, ოღონდ არ ვიცი თუ ასწორი. მარკო მარინი? ეგა. მე მგონი всё მესამეა, ხო? ой, ჩემთვის მესამე. ერთი პასუხი მაინც ავიღო. ეს თითო და ეგარ. Red Bull-ი. ზალცბურგში და ლაიფციგში წარმატებული ორ-ორი სეზონის შემდეგ ამ ფეხბურთელმა მერსესაიდელების ყურადღება მიიქცია. წითლებმა მას 8 ნომრიანი მაისურის ჩააცვეს, თუმცა მან მოლოდინები ვერ გაამართლა. რავი, ამ ფეხბურთელს შეგვიძლია ერთი 10 წუთი ვისაუბრო, როგორ აირჩია ლივერპულმა რა ანალიტიკურად და დეპარტამენტმა რა ეს შესწავლა ნაბი კეიტაა მოკლედ. კი ბატონო. ციფრებით სწავლობდნენ, რომ ყველაზე მეტ პროგრესულ პასს აკეთებდა რაღაც კონკრეტული ზონებიდან. Google-ში რომ ხავიერ კასკუერო მოძებნოთ, მეკარეები და წითელი ბარათები. აუცილებლად პეპეს ფოტოსაც წააწყდებით. რომელი გუნდის კაპიტანი იყო ხავიერი მაშინ, როცა იგი პეპემ ფეხქვეშ გაიგდო. თუ სწორად მახსოვს იყო პორტო. ხეტა. ხო. ირაკლის კითხვებით რეზი ხდება მეკარე იყო? შემდეგი თემა არის, აუ ისევ Red Bull-ი ამოვიდა და არ ვიცი. გაიხსენა თუ რა ერქვა New York Red Bulls იქამდე სანამ კლუბს ემოცენებული კომპანია არ შეიძენდა. თუ მე არ ვიცი. არც ვერ ვიცი. არ დავკარგავ ყველას. New York Knicks. არა. კაი, ერთ სამოაღებინე რეზის და მე არ ვარ, ხო. ბოლოს შეკითხვა დღეისთვის. ჯობია. მოდესიკოს. იდე არგენტინა თუ ამოვიდა და სახელი და გვარი ერთსა და იმავე ასოზე. ოკეი. მას ბარსელონას პირველ გუნდში 2014 წელს ჰქონდა დებიუტი და ბუსკეტსის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, თუმცა იმედები ვერ გაამართლა და ბოლოს ვისელ კობეში ანდრეს ინიესტას გუნდელი იყო, სანამ ანდორას მიაშურებდა. საერხის ამპერი.
ოკეი, მე მგონი მორჩით საინტერესო არ მომეწონა. საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რაც პრინციპში ამ ნახევრის საქმეა, სადღაც ამ ვიდეოს გვერდით არის subscribe და იმ ღილაკს რომ დააკიროთ. მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად, ბიჭებო და შევხვდებით შემდეგ სამშაბათს, როდესაც უკვე ჩემპიონთა ლიგა მოგვიახლოვდება და ძალიან ბევრს ვისაუბრებთ ამ თემებზე. ეგ არის და ეგ ტრადიციული დამშვიდობება ხო არ გინდა იქ? ხო, კიდევ დამოვიწყდა. მადლობა ყველას, ვინც ჩამოთვალეს, სანდროს გარდა, სანდრო ცოტა მარტივ კითხვებს ველოდებოდი და ტრადიციული დამშვიდობება, უყურეთ ფეხბურთს, ითამაშეთ ფეხბურთი და რაც მთავარია, გიყვარდეთ ფეხბურთი. შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.